თქვენ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი. ყველა ნაბიჯს ესე რომ იძახიან რომ თავად გეგმა შემოგთავაზნო. ყოველდღე დილას საღამოს ველაპარაკებით ხალხს იმაზე თუ რა არის გასაკეთებელი. იაგო, საქმე რანაირად შეიძლება მე მიხსენ რომ მე არ ვლაპარაკობ რა არის გასაკეთებელი ამას. ეს ხო უნამუსოა. მე გიყურებ ძალიან ხშირად TikTok-ზე. ლამის ყოველდილას ვიწყებ TikTok-ზე თქვენი ყურებით. და თქვენც ვერ გაიგეთ რა გვინდა? თქვენ ბევრს ლაპარაკობთ და საქმე სად არის? რამ შეგიშალათ ხელი რომ გააკეთოთ ის, რასაც თხოვთ რუსთაველზე ყოფნას გავაკეთო ის. მთელი პრობლემა რაში მდგომარეობს, იცით რომ თქვენ პოლიტიკოსის საქმე არ გგონიათ ლაპარაკი. რაღაც სხვა გგონიათ ჩემი საქმე. მივად ლაპარაკი, იაგო. აბა რა, რომელი პოლიტიკოსი ლაპარაკობთ. რა არის პოლიტიკოსის საქმე? საქმე რა არის? რა, ანუ თქვენ მითხარით რას ნიშნავს? ლაპარაკის გარდა არაფერი შეგიძლიათ? ლაპარაკი არა, ლაპარაკია პოლიტიკოსის საქმე. თქვენ პრობლემა ის გაქვთ რომ არ ლაპარაკობთ, გურამ. ეს არის ჩემი პრობლემა. რა რაც ხდება ქვეყანაში, კაცო. რამ შეგიშალათ ხელი რომ უკვე გაგეკეთებინათ ის, რასაც თხოვთ? ვერ მოვიგე, კაცო, ვერ მოვიგე, იმან შემიშალა ხელი. მარტო არჩევნებია? აბა რა არის? აბა პოლიტიკოსისთვის აბა რა არის? არჩევნების მერე პროცესი. არანაირი პროცესი, მე წაგებული ვარ არჩევნების მერე და ფარხმალი დაყარე? არა კაცო, ფარხმალი არ დამიყრია, მაინც არ წავით. მე წავაგე არჩევნები, ძალაუფლება არ მქონია, რომ რაღაცა ჩემი ძალაუფლებით პარლამენტში მივსულიყავი და მეჭხუბა. ხო, მხოლოდ 68,000-მა ამორჩეველმა მოხდა. 62,000-მა ამორჩეველმა მომცა ხმა. მე 62,000 ამორჩეველი ძალიან დიდია. ზოგადად მაშინ, როდესაც პროპაგანდით გაჯერებულია მედიაველი, ტყუილებით გაჯერებულია და 62,000 კაცი არ მოტყუდა. მე 62,000 კაცს ისე არ მოვატყუებ, როგორც თქვენ ატყუებთ თქვენს მაყურებლებს. მე პატივს ვცემ მაგ ხალხს. ამ ხალხს იმას ვეუბნები, რომ მოდი გავძლიერდეთ. საგიჟე ვცხოვრობთ, გავძლიერდეთ, ერთმანეთი ვიპოვოთ და ერთმანეთი დავიცვათ. აი ამ გიჟებთან ჩვენ საქმე არაფერი არ აგვაქვს. აი რაც ახლა რუსთაველზე ხდება, ის ჩვენიანები არ არიან. მოდით ვილაპარაკოთ TikTok-ზე, ეს არის თქვენი გეგმა. TikTok-ზე კი არა, რა საშუალებაც მაქვს, კაცო, შენთანაც მოვედი ვლაპარაკობ, ნებისმიერ ეთერში დავდივარ. მაგრამ ნახეთ, მაგრამ დამასრულებინეთ, ნუ რა წესია მართლა, რა წესია. თქვენ ორი ხართ, მაწყვეტებთ ყველა წუთზე. თქვენ მაკეთებთ შეურაცხყოფას, აი ამ კაკანით რაც ახლა გაჩაღებული ჩემთან. კითხეთ დამასრულებინეთ. დამასრულებინეთ. არ გავცეთ ფარგლებს და შეურაცხყოფის გარეშე არავინ არ კაკანებს. აი თქვენი აზრით ხო მე რა უნდა გავაკეთო კითხვებზე და სხვაგან უგარბი ხარ. ნახეთ, არ გავბივარ არსად კაცო. თქვენ მეუბნებით რომ რას აკეთებო. მე გიპასუხობთ ამაზე კონტრშეკითხვით. რა უნდა გავაკეთო გარდა ლაპარაკისა? თქვენ თუ გონიათ რომ რუსთაველზე დგომა ტყუილად, ხალხის იქ მოტყუება, ვითომ რამეს აკეთებენ, მე მგონია საკუთარი თავის შეურაცხყოფა. მე ამას არასოდეს არ გავაკეთებ. მე ვუთხარი ხალხს როცა არჩევნები მორჩა ვუთხარით რომ ხალხო მოდი შევიკრიბოთ 100,000 კაცი კონკრეტული მოთხოვნით კონკრეტული რაღაცით და თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნა შევიდეთ და გამოვათხიოთ ხოცები პარლამენტიდან ამაზე არავინ არ ამყოლია ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები მე შევკრიბე 3,000 კაცი 3,000 კაცით სადმე შევარდნა და ხოცების გამოთრევა არის შეუძლებელი ამიტომ გადავედი იმაზე რომ ხალხს ველაპარაკო რომ იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ეს ქვეყანა მას შემდეგ რა ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას არჩევნების გზით არა თუიდა რევოლუციის რისი ტრაგედია არა გეგმა ხო უნდა იყოს არა კაცო ვერ შევცვლით ჯერ ვერ ერევი ხოცებს ჯერ ვერ ერევი ხოცებს მაგრამ ხოცები მანამდე ვერ მმართველობის არჩევნები როგორ არ გადის სამარჩევნებზე ნახევარი ოპოზიცია როგორ უნდა მოვიგო ხოცებს ჩვენ კი მაგას გეგმაზე გელაპარაკებით ეს კონკრეტულ გეგმაზე დამასრულებინე ხო ყველაფერზე გპასუხობთ აი არც ერთ კითხვას არ დავტოვებ პასუხოთ თუ დამისვით შეკითხვა რომ რას აკეთებო გპასუხობ რომ გავაკეთე ერთი, გავაკეთე მეორე, არ გამოვიდა ხალხი ჩემს დაძახილზე 3,000 ჩემი კაცი გამოვიდა. დანარჩენი ხალხი, ვინც ოპოზიციამ და მედიამ ოპოზიციურმა გამოიყვანა, უაზროდ დაშალეს. გასულ წელს იყო 70,000 კაცი, წელს არის 7,000 წარყოფილა წელს. ხო და მე ვამბობ, რომ აი ასე არ შეიძლება. მოდი ჯერ ჩამოვყალიბდეთ, ხო? აუცილებელი არის, პირველი არის აუცილებელი, რომ ხალხმა, ვისაც ეუბნები, რომ გამოდი მიტინგზეო, იმან იცოდეს რისთვის გამოდის. რისთვის გამოდის იცოდა, როდესაც ვარდების რევოლუცია ხდებოდა. იცოდა, რომ კორუფციასთან ბრძოლა, ჩამყარებულ სისტემასთან ბრძოლა და ასე შემდეგ და როგორც იცვლებოდა ისიც იცოდა. ბიძინა ივანიშვილი რომ მეუბნება რომ მოდიოდა, მაშინაც იცოდა. ახლა არ იცის. თქვენი კოლეგები, ამ შემთხვევაში თქვენ არ მინდა შეურაცხყოფა მოვაკეთოთ. თქვენი კოლეგები და ჩემი კოლეგები. ხალხის ქუჩაში ისე ამობილიზებენ, რომ არ ეუბნებიან რისთვის გამოყავთ. მაგალითად ხალხს უნდა მოანდომო რომ რაღაც ესეთი შესაძლოა საკრიტიკებთ მე თქვენს გეკითხებ ანუ დამასრულებინეთ თქვენ რა გეგმა გაქვთ დამასრულებინეთ აზრი მართლა არ შეიძლება გურამასე მე ხო არ გავიგებ ჩემს გეგმას გიყვებით თან ჩემს გეგმას გიყვებით თქვენ უბრალოდ არ გინდა თქვენ არ მალაპარაკებთ აი ეს ტროლად ნუ გადაიქცევით მართლა ტროლავთ მე ხო არ შეურაცხყოფაზე არა რა შეგაცობ ტროლავთ იმიტომ რომ არ მალაპარაკებთ მე თქვენს გეგმაზე გკითხეთ თქვენ ჩემს გეგმაზე გელაპარაკებით გურამ ჩემს გეგმაზე გელაპარაკებით გაგონება არ გინდათ აი
გაგულებული რომ არ შეუშვათ ასე ხელახალი არჩევნები არ შეგვიძლია. მე მინდა რომ ჩემი გეგმა წარმოგადგინო სხვასთან შედარებით რომ გაჩვენო რას გელაპარაკები. რომ ვიღაც კრიტიკას დაუთმეთ რომ კარგით გავაგზავნოთ იმას რომ ადამიანებს ავუხსნა რომ მე თუ დამიჭერენ ხარს როგორ იქნება კონკრეტული საკითხები ამ ქვეყანაში მოგვარებული დაწყებული სასამართლოთი დამთავრებული ვიღაც სულელმა რა თქვა ტექნათვალიერებით ყველაფრით იმიტომ რომ თუ გინდა ხალხი მართლა ქუჩაში მიტინგს ემატებოდეს და არა აკლდებოდეს შენმა თუნდა შესთავაზოს პოლიტიკური საგზარი ამას უკვე აკეთებთ თქვენ ამას ვაკეთებთ სულ კარგი შემდეგი ეტაპი რა არის შემდეგი ეტაპი ისაა რომ დავაკვირდეთ ამას ადამიანები როგორ წამოყვებიან შეიძლება არ წამოყვნენ რას გიჩვენებთ ხო თქვენი დაკვირვება არ ვიცი რას გიჩვენებთ არჩევნები ჩატარდება და გავიგებთ იქ მაგრამ დაუშვათ 5%-მა მომცა ხმა მე ვიბუშავებ ამ 5%-ისთვის დანარჩენი დეგენერატებისთვის მე არაფერი საქმე არ მექნება მე მხოლოდ იმ ხალხის წარმომადგენელი ვარ ვინც მხარს მიჭერს რუსთავაზე რუსაქმოდ დაეხეტება ან მეორე ისა რა ქვია სოცდად დაუცველი როა და ხოცებისგან ბედნიერი როა მე იმ ხალხის წარმომადგენელი ხო არ ვარ არც მინდა ვიყო მაგ ხალხის წარმომადგენელი რა გონია პოლიტიკური პროცესი რა უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა კარგი გარდა იმისა რომ ელაპარაკოს და ეცადოს დაარწმუნოს უფრო მეტი ადამიანი საკუთარ იდეების ისტორიაში როცა დაინახავს ძალას რომ მისკენ არის ძალა და უყალბებენ არჩევნებს შეიძლება ფიზიკურ ძალაზე გადავიდეს მაგრამ რა უნდა აკეთოს პარტიამ რომელმაც წინ არჩევნებზე მიიღოს 3% ხალხთან ლაპარაკის და გაძლიერების გარდა რა უნდა გააკეთოს დარჩეს TikTok-ზე და ილაპარაკოს TikTok-ზე თქვენ რო ჭკუა ქონდეთ სულ ეთერში უნდა ვიჯდე არჩევნებამდე უნდა ვიზარიყავი ეთერში იმიტომ რომ მარტო მე ვარ ხოცებს ხვევს მარტო ჩემს გადაცემაში იყავით სულ მცირე რა ვიცი რამდენჯერ წინა საარჩევნო პერიოდში უშუალოდ იყავით სამივე ლიდერი ჩემს გადაცემაში არქივს ამოვიღებ. კარგი, იაგო, ეს არ არის. თქვენი გადაცემა ხო, ანუ გურამ ხო ჩვენ კარგი არა, სხვაგან მივდივართ. იაგო, სხვაგან მივდივართ. კარგი არა. შეხვეცი მე რომ შეხვეცი ყველა საყვედურს ყველა შეურაცხყოფას მივიღებ. მაინც აკაცო, შეხვეცი. ავიტან ყველა თქვენს ამ ფრაზას რაც პირად შეურაცხყოფას ეხება, მაგრამ მაინტერესებს ეხლა. ეხლა ვართ არ მაინტერესებს თქვენი პრეტენზიები უშუალოდ ჩემს პროფესიონალისტთან დაკავშირებით. ხო იცით ეს? ბატონო, რა გარიგების შედეგად მოვხდი, ხო იცით? იაგო, არ გვაინტერესებს ხო როგორ ძალიან ესეც ხო იცით? ხო იცით რომ არ მიწვევდი. კარგი, ამ უსამართლო შევთანხმდი და მოგაწვევინეთ თავი. ხო იცით ეს? აი კიდევ ერთ კრიტიკასა, კიდევ ერთ კრიტიკასა ამორალით მელაპარაკებით ამას. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს არის უსამართლო კრიტიკა, პირადად ჩემი მისამართით უსამართლო კრიტიკა. ცოცხალი თავით არ გიწვევდით, ხო იცით ეს? მე არ გიწვევდი. შენ არ გიწვევდი და შენ იკითხავდა, შენ ტელევიზია არ მიწვევდა.